პოლიტიკური არეალი თათია მაჩაიძესთან ერთად. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ეთერშია გადაცემა პოლიტიკური არეალი. დღეს ჩემი სტუმარი არის პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პროფესორი ბატონი გიგლა გობეჩია. მოგესალმებით ბატონო გიგლა. მადლობა მობრძანებისთვის. სიამოვნებით ყოველთვის. ესეთი რთული თემა არის ზოგადად, იმიტომ რომ აწრიალებულია თელი ინტერნეტ სივრცე და არა მარტო ტელევიზიაც, რომ შემოდის არაბული კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც ორ ლოკაციაზე უნდა განთავსდეს, ეს არის კწანისის ტერიტორია და გონიოს ნაწილი. აი, იცით რა მაინტერესებს ბატონო გიგლა, კი მოვისმინეთ ძალიან ბევრი არგუმენტები, ძალიან ბევრი ხალხისგან, მთავრობისგანაც, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის გახსნილი თუ რას გთხოვენ. აი, თქვენი გადმოსახედიდან ეხლა რა მდგომარეობა, რამდენად საშიშია ჩვენაირი ქვეყნებისთვის ესეთი ინვესტიციები, როგორიც შემოდის ახლა ეს არაბული ინვესტიცია. ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს ძვირფას აუდიტორიას. მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის საჭირო თემები გამოგაქვთ და აქტუალური თემები გამოგაქვთ და მე რამდენჯერაც თქვენი სტუმარი ვყოფილა ჩემთანია, ყოველთვის ჩვენ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ. და არა მხოლოდ ჩემთან, საერთოდ ვამბობ. სხვანაირად არც მესახება, იმიტომ რომ ქართულმა ტელევიზიამ საქართველოს და ქართველების უპირველესი პრობლემები უნდა გამოიტანა. ეხლა რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად დამაზიანებელია და კონტრარგუმენტები ხო, არგუმენტები და კონტრარგუმენტები ფაქტორები მხარის. ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის, როგორც პუბლიცისტის, როგორც ჟურნალისტის და ჟურნალისტი გამომძიებლის არის კატეგორიულად უარი არაბულ ეგრეთ წოდებულ ინვესტიციას. არგუმენტებისთვის მე და თქვენ რამდენიმე გადაცემა დაგჭირდება. დიახ, ესაა. მაგრამ ნახეთ საერთო სენი რა გვჭირს ქართველებს. ამ თემას გამოუჩნდნენ მომხრეები და მოწინააღმდეგეები. დიახ, მომხრეები. ქართული საზოგადოებია და ქართული საზოგადოებრივი აზრი გაიხლიჩა ორად. ორად გაყოფილმა აზრმა მთლიანობაში ქართული ხალხი საგონებელში ჩააგდო. გაურკვევლობაში ჩააგდო. და კაცი ვეღარ იგებს სად არის სიმართლე და სად არის რეალობა, ან თქვათ ის ფარული საფრთხები, რასაც ეს ინვესტიცია შეიცავს. მოდით ესე თანმიმდევრულად გავყვეთ. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საინფორმაციო ჰიბრიდული ომის თეორიაში მიგრანტები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ნებისმიერი პატარა ტრადიციული ქვეყნის დასაშლელად, მისი წმენის შესარყევად, მისი დემოგრაფიული სიტუაციის შესაცვლელად. ცოტაა? რას იყენებენ? მიგრანტებს იყენებენ. მაგრამ ჯერ ეს თემა ჩავშალოთ ასე ვთქვა და გავავრცელოთ. რა პრინციპით, ვის საფუძველზე მისცა საქართველოს ხელისუფლება, ვისი მოთხოვნის საფუძველზე მისცა უფლება და უვიზოდ შემოუშვა 17 აზიური ქვეყნის, განვითარებადი ქვეყნის მიგრანტები საქართველოში. ჩვენ ხედავთ ახლა კოლონავიზე რომ გავიხედავთ და გამოვიხედავთ უცხო სახეები, რომლებიც იქ კურიერებად მუშაობენ, მიტანის სერვისები და არა მხოლოდ ტაქსებში, მომსახურების სფეროში არიან დასახლებულები. პირველ რიგში ვიღაცამ ხონდა იკითხოს, რამდენად შევიწროვდა ქართული მუშახელი, ასე ვთქვა, სამუშაო ძალა, ისედაც ძლივს ვამაგრებთ ამ ხალხს აქ. ხო მართალია? ხალხი რატო გადის საქართველოსთან 2024 წელს ეს ცნობილი სტატისტიკა გავიდა 253,000 კაცი ემიგრაციაში სამუშაო საძიებლად გავიდა. რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. შობადობამ ქვეყანაში რა ქვია შობადობამ სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობის კოეფიციენტი. დაახლოებით -5,000, 4,500, 4,700 ერთეულით არის სხვაობა. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ ზუსტად შევასრულებთ იმ რა ქვია წინასწარ
მეტყველებას, ასე ვთქვათ, თვალებში ვამბობ ამას, რაც გაერომდა რიგმა საერთაშორისო ინსტიტუციებმა გვითხრეს, რომ 2050 წლისთვის საქართველოს შეუერთდება მომაკვდავ ერთა სიას. მე უფრო მეც ვიტყვი და ჩვენ ამას ქართველთა დიდი გაერთიანება, ეგეთი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც შექმნით და მეც გახლავართ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ ორგანიზაციის, იქ ჩვენი მეგობრები ბატონი თემურ გერხელიძე, ბატონი დავით ჭაბუკაშვილი, ბატონი ზაქარია როჯიგაშვილი, თქვენი მონამორჩილი ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე, რომ ჩვენ იმ ქვედინებებს გრძნობთ, რა ქვედინებებიც აი ამ პოლიტიკაში არის ჩადებული. და ჩანს უკვე პრაქტიკულად აი რამდენიმე მოსახლეობს იქით რა გველოდება. გველოდება პირდაპირ მნიშვნელობით უქსკროლი. რატო? იმიტომ რომ მსოფლიოს გლობალისტური ძალები, ვინც ასეთი პროგნოზს გვისახავს ჩვენ, ისინი მოწადებული არიან იმისთვის, რომ ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის, ეს ერის სახელმწიფოს გაქრობა, ანუ ტრადიციული და კულტურული და დიდი ცივილიზაციის მქონე ერების გაქრობა. აი ამ პროგრამით მივემართებით, ისეთ რომ შვიდად წყნარად ქვია ამას ინვესტიცია, სინამდვილეში ეს არის შეფუთული ინვესტიცია. შეფუთული ინვესტიცია, რომელიც შემოდის საქართველოში. ჩვენმა გაერთიანებამ წინა კვირას რუსთაველის პროსპექტზე, იქ სადაც ილიას და აკაკის ძეგლია, გავჭიმეთ ერთი 100 მეტრზე ზონარი, რა თქმა უნდა, უფრო მეტზეც შეგვეძლო, მაგრამ ვიკმარათ ეს, რომ საზოგადოება ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. ჩვენ გამოვფინეთ ამოპრინტერებული დოკუმენტები, ასეთი A4 ფორმატის, როგორც თქვენ გიდევთ ახლა თეთრი ფურცელი წინ, A4 ფორმატის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან. რაოდენობის ფრაგმენტი იყო ეს მხოლოდ რაოდენობის მიწებს ფლობენ ოფიციალური სახელმწიფო ინსტიტუციის მიერ დარეგისტრირებული ორგანიზაციები. იქ ძალიან შემზარავი სურათი იკვეთება. სხვადასხვა გაურკვეველი იმებით, აქვეა სტატისტიკით, მაგრამ ბოლომდე ეს ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული, იმიტომ რომ მთელი რიგი ეგრეთ წოდებული ინვესტიციების სახით არის გაბუნდოვანებული და დამალული ინფორმაცია, მაგრამ მარტივი გათვლებით სადღაც საქართველოს გააჩნია საქართველოში არსებული აი სახნავს ათასე მიწების ოდენობიდან მთლიანობაში ეს არის სადღაც 500 ჰექტარი, მაგრამ დაახლოებით 102-107 არის უკვე გასხვისებული. ანუ იმათ მფლობელობაშია. არის უცხოელების მფლობელობაში და ისინი ზოგს ინვესტიცია უნდა, ზოგს ახალგარის აშენება უნდა და ასე შემდეგ. ჩვენ გამოვფინეთ ბატონებო იქ სურათები მაგალითად კასპის რაიონის სოფელ ქვემაჭავალში და თქვენთვის სასურველი და სასიამოვნო ავტორი, პუბლიცისტი, პოეტი, მეცნიერი პროფესორი ბატონი ვაჟაო თარაშვილი, რომელმაც ერთადერთმა ქართულ საზოგადოებაში სწორი გზა აირჩია და სამართლებრივი გზით სოფლის მხარდაჭერი და ჩემი უზარმაზარი მადლობა სოფელ ქვემაჭავალისა წინარეხის მოსახლეობას დაუდგნენ და ალბათ არ დავიღლები არასოდეს ბოდიში მოუხადო ბატონ ვაჟას და ამ ორი სოფლის ადამიანებს, მაცხოვრებლებს, რომ მე ჩემი გადაარტყმული გრაფიკის გამო, ვთქვათ, ვერ მოახერხე იქ ადგილზე ჩასვლა პროტესტებში მონაწილეობა. დღეს უკვე მე მგონი ქართველებმა, ვისაც გული ამ ქვეყანაზე შესტკივა, ვისაც ტკივა ქართული მიწა, მან ყველაფერი უნდა გადადოს გვერდზე, გამოვიდეს იქ, სადაც პროტესტის მუხტია და განაცხადოს თავისი პროტესტი. რასთან დაკავშირებით? სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით. მიწა ხო არ არის რამე ისეთი ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, რომ თქვათ, ხარულემი გაყიდო მაგალითად, ან ხეტყი გაყიდო, ან ქანი გაყიდო რაღაცა, ხო? მიწა არის სტრატეგიული რესურსი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მთელ მსოფლიოში. მიწის გაყიდვას კი არა ევროპის წამყვან ქვეყნებში
ჯერ ხო ეს კატეგორიულად აკრძალულია ბევრგან და ბევრგან კიდე სადაც მზად არიან იქ ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს მსურველმა მთელი თავისი რა ქვია გეგმარი რას აპირებს რას მისცემს ის მის თქვათ იმ ქვეყანას რომელიც სადაც მას უნდა რაღაცის განხორციელება თან ნახეთ ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის რა ინვესტიცია ასეთ შემთხვევაში თუნდაც უნდა განხორციელდეს არაპარაზიტულ ეკონომიკაში, არამედ აქტიურ რეალურ ეკონომიკაში. რეალური ეკონომიკა რა არის? ფაბრიკა, ქარხნები, რაღაცა ისეთი ორგანიზაციები, რომელიც რეალურ პროდუქციას ქმნის, რაღაცა ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს, მეტი კონკურენციის უნარი და ასე შემდეგ. ჩვენ რას ვაკეთებთ? ყველაზე პარაზიტულ ეკონომიკაში, ტურიზმში შემოყვავს და 850 ჰექტარს პრაქტიკულად ვაძლევთ ვის არაბებს, ხო, არაბულ კომპანიას. ეხლა დაუბრუნდები მე იმას აი იმ გამოფენის საკითხს. გამოფინეთ ჩვენ ეს და იქ საოცარ რაღაცები გამოჩნდა, კაცო, იგივე სოფელ ქვემო ჭალაში კასპის მერიის მუნიციპალიტეტი, კასპის მუნიციპალიტეტის მერის ბიუჯეტიდან ამ სასოფლო სამეურნეო მიწაზე კატეგორია იყიდება სასოფლო გაყიდეს სასოფლო სამეურნეო მიწის კატეგორიად. ანუ სოფელ საძოვრები წაართვეს, აღმოსავლეთი წაართვეს, პრაქტიკულად ვინ გააკეთა? საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. აიგივე ეკონომიკის სამინისტრო უდგას დღეს სათავეში ამ ყველაფერს და მე მიმაჩნია რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არის შეცდომაში შეყვანილი. მე მინდა ეს მჯეროდეს და სულ არ მინდა დავიჯერო როგორც პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა გაუმძებელმა რომ ის მან ეს ყველაფერი იცის და მაინც აპირებს ამ ყველაფრის გაკეთებას. ეხლა რა მოხდა იქ მაშინ ქვემო ჭალაში? ბიუჯეტის ამ სახელმწიფო სახსრებით პრაქტიკულად ასფალტის გზა სამთავისიდან რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე ამ პერსპექტიულ დასახლებას ბეტონის გზა გაუყვანეს, ასფალტის გზა არ აკმარეს ბატონო. იქ უკვე პროექტები და ჩვენ პროექტები გამოვფინეთ, მე ეს მინდა ქართულ საზოგადოებას თქვენს ერთგულ მაყურებელს ვთქვა, ჩვენ ის სახლები, რომელიც უნდა იქ აშენებულიყო, გამოვფინეთ და ნებისმიერ თქვენგან შეუძლია ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისი მოგზანდეს რუსთაველის 18 ნომერში ჩვენ ვაჩვენებთ სურათებს. ესეთ რა აი პარლამენტში მოკალათებულ მილიონერებს მიუმართავ. ბატონებო, თქვენ რამდენიც ხართ იქ დღეს მოქმედ ქართულ პარლამენტში. თქვენ არ გაქვთ ისეთი სასახლეები, როგორცაც ისინი იშენებდნენ, ან უნდათ აეშენებინათ სოფელ ქვემო ჭალაში. გესმით ხო? და დავანებოთ თავი, კიდე კარგი რომ ქართულ სასამართლოში აღმოჩნდნენ, თქვა წესიერი მოსამართლეები, ჩემი უზარმაზარი მადლობა იმ მოსამართლეს, რომელმაც ეს გააკეთა და შეუჩერა მათ დროებით, მაგრამ რატომ დღეს დიდი შიში მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითაა ჯერჯერობით შეჩერებული, ისინი აპროტესტებენ და ეხლა სწორედ 3 დეკემბერს აქვს ბაჟდონ ვაჟას იმაში რა ქვია მორიგი აპელაცია თუ ისინი შეიტანენ და გაბედავენ კიდე ამ იმის ანუ დავამიდის ეს სამართლებრივია ჯერჯერობით შეჩერებული ანუ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუჩერა მათ ეს ყველაფერი აი ნახოთ ახლა მეორე რას იზამს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს რომ მეორეც ღირსეულად გააგრძელებს ქართველი ადამიანისთვის ბატონო კიდევ აი ბოდიშით რო გაწყვეტებთ მაგრამ ამბობენ რომ ესეთი რაღაცაც არის არგუმენტად რომ ჩინელებზეც ესე ეშინოდათო და ყოველ შემთხვევაში გზები გაიყვანეს და აქ არავინ არ დასახლებულაო ანუ ეს ფობიები არისო ნორმალური არ არის ანუ არ არის ისეთი რომ საშიში ყოველ შემთხვევაში თუმცა ხალხს ეშინია კი ბატონო ეხლა მე Facebook-ზე რასაც გადავხედე ძალიან ბევრი ანონსებს შეკრებას რაც რამდენიმე ჯგუფი რამდენიმე პარტია აპირებენ კიდე რაღაც ხელმოწერების აგროვებასაც აი თქვენ როგორ თვლით აი ეხა ეს თქვა ჩინელებთან დაკავშირებით ხო არ მოხდა ისე რომ დასახდნენ მაგრამ მაინც აი რა საშიში აი რატო არის ეს ისა იმიტომ რომ ბოლოს პრემიერის გამოცვლაც ხო ნახეთ ანუ იმან სულ სხვა სურათი გვაჩვენა ნაწილს ჯერა ხალხს რომ არაფერი ისეთი არ მოხდება განსაკუთრებით ოცნების ხარდაჭერებს კი ბატონო კეთილი
ეს არის ის არგუმენტი და იმების საქმე მოწინააღმდეგების, რომლებიც ამ არგუმენტს ხშირად იყენებენ და კიდე მიმართავენ ესეთ გაცვეთილ შედარებას. აი მიწა ზურგზე ხარ მოიკიდებენ და ხარ წაიღებენ. ხო, დიახ, აი მაგასაც ამბობ. მიწა ზურგზე რა თქმა უნდა არავინ არ მოიკიდებს შემობატონებულ, მაგრამ მოდიდება დავსვათ შეკითხვა, ვინც იქნება მიწის მფლობელი? ის ხო არის იქ დასახლებული. დიახ. ხო დასახლება ის. მე რა პრინციპით უნდა შეუჩეო რომ მას რამე ქმედება, რამე მოთხოვნა. იგივე გააკეთა ინგლისმა, საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ. მე ხა ისე ნუ გამიგებთ თქვენ და ჩვენი მაყურებელი რომ რაღაცა ერთაშორის შუღლი ჩამოღრა და რაღაცა რწმენის თავისუფლება და რაღაცას შევეხო, მაგრამ დღეს ხო ხედავთ ევროპა რა დღეშია. ხო, აი ევროპას ანუ მათ მიიღეს ბინადრობის უფლება, იქ ყოფნის უფლება და უკვე სახელმწიფო ინსტიტუციებში წამყვანი თანამდებობები უკავიათ. არ არის ინდუსი ვთქვათ წარმომავლობის ადამიანი იმისი რა ქვია უკაცრავად ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. დიახ არის. არ ყავდათ ვთქვათ მათი კოლონიური ქვეყნიდან პრემიერ-მინისტრი? არ მოითხოვა ბელგიის პარლამენტში თუ არ მეშლება ან ბელგია რომელიღაცა იქვემდებარე სახელმწიფო ბელგიის პარლამენტში ერთ-ერთმა აფრო-ამერიკული წარმომავლობის ქალბატონმა რომელიც ამ ქვეყანამ შეიფარა გაზარდა 13 წლის ასაკიდან მუსლიმი წარმომავლობის ქალბატონი და მან ინტერნეტში გავრცელებული ეს კადრები პირდაპირ და მან მოითხოვა თქვენ თუ არ მოგწონთ ჩვენი ამსარებლობა და ზმენა თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ეს ქვეყანა და დაგვიტოვოთ ჩვენ სამართავთ. მე მოგდით ხო არა ეს პირდაპირ ცნობილი ის არის რა ვთქვათ შემდეგ რა გარანტია აქვს საქართველოს ხელისუფლებას იმისი რომ ხვალზე სანამ ეს კომპაქტური ზონები ფეხზე წამოდგება და იქ ბინადრობის უფლება მიცემული ხალხი დაფრთიანდება, გამრავლდება, ნახეთ ესე იგი ჯანსაღი გენით შემოდიან ისინი. ჩვენ არ უმრავლდებით. ჩვენი ახალგაზრდობა ქვეყნიდან გარბის. ჩვენს ახალგაზრდობას უამრავი პრობლემა შეუქმნეს გირჩების და მირჩების ამ ეგრეთ წოდებული თავისუფალი ნარკომოხმარების თავისუფალი პოლიტიკის გამო. და ვხედავთ საშინელ სიტუაციას. ქართველი ახალგაზრდა სამუშაოდ გარბის უცხოეთში და დიდხანს ვერ ქმნის ოჯახს. დემოგრაფია უკან მიდის. მათი იმიდან გამომდინარე ზმენიდან და რელიგიურ რაღაცებიდან ეს ის ხალხია, რომელიც მრავლდება და ღმერთმა თავიანთ ქვეყანაში გამრავლო, მე არ მინდა ჩემს ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება, ამიტომ იქ დაახლოებით რამდენი ხანი გვაქვს ბატონო გივა? ძალიან ცოტა გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერი თუ დავუშვით მაშინ. ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დარჩენილი, რატო? დამისახელე ქართველი, რომელსაც 4-5 ახალგაზრდა, ვთქვათ 30-35 წლის, რომელსაც ოჯახი, რომელსაც 4-5 და უფრო მეტი შვილი ჰყავს. ეს იქ ჩვეულებრივი მოვლენა. აი რა მექანიზმი გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას მერე, როცა ისინი უკვე აი ეს ახალი მობინადრეები შემოგიტევენ და გეტყვიან, მე ჩემი სალოცავი მინდა. მე ჩემი ინსტიტუციები მინდა, სკოლა მინდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღა შორწავოთ, კაცო, წავიდეთ ყველა ერთად თელავის რაიონის სოფელ ჯუღანში. ეს ჯუღანი და რაღაცები სხვა საკითხია. ჯუღანში წავედე და ვნახოთ იქ რა ხდება. გამოდიან სოფლის მაცხოვრებლები, წერენ ვიდეოებს პირდაპირ ეთერში და აცხადებენ პირდაპირ ხმამაღლა, რომ იმ 174 თუ 34 არ მახსოვს ახლა, მაგრამ ნუ კაი 100 ოჯახი თქვათ, ხო, რომელიც ჩამოასახლეს იქ არაბული წარმომავლობის შემოღობეს რკინის მესრით. აღანეს იქ თავად ხვირს ვერ ყოფს ადგილობრივი. კი, მაგრამ ვისი მიწები მივყიდეთ ჩვენ? რა სარგებელი აქვს საქართველოს აქედა? ქართულ ბიუჯეტს იქ ჩასახლებული არაბებისგან რა სარგებლობა აქვს? ეხლა ამას დავიდავანებოთ, მე მინდა ერთ დეტალზე გაგიმახვილოთ, ჩემო თათია ყურადღება და ცოტა დროშიც ჩავეტიოთ, იმიტომ მინდა ვჩქარობ, რომ თქვა ეს. მე ჩემს რამდენიმე გადაცემაში, საავტორო გადაცემაში დიდ გარკვევაში თქვი ამ ქართველთა დიდი გაერთიანების გრიფით გაკეთებულში, თქვი და მყავდა ექსპერტები, რომლებიც თქვენი ტელევიზიისათვის უცხონი არ არიან და დავუსვით საკითხი ასეთნაირად. ვინმემ შეამოწმა ამ არაბი ინვესტორის მოჰამედ ალაბარის, ასე ვთქვათ, ბიოგრაფია, ბექგრაუნდი.
რა ხმაურებით აქვს მას მსგავსი პროექტები დაწყებული ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ინდოეთში. დიახ. სასტიკი წინააღმდეგობა სერბეთში და თვითონ არის ინტერნეტ სივრცეში ეს ყველაფერი ალბარანმა დატოვა სერბეთი. ანუ ბელგრადის წყალი თუ ბელგრად ვოტერბორდ თუ რაღაცა ის დატოვა და მიატოვა ეს ისა. ამ დროს ეს მოვლენები განვითარდა სულ რაღაც ეხლა 2025 წელია, 2021-22-23 წლებში. ანუ დაწყებული მშენებლობები არის ეს ბინები შეპირებული, ეს დიდი fashion ბინები თუ რაღაცები ჰაერზეა გაყიდული. ჰაერზეა გაყიდული, ჯერ არ არის დასრულებული არაფერი. ალბანეთში პრემიერ-მინისტრი და თქვა მთელი მისი აპარატი ლამის ალბანელმა ხალხმა გადააყოლა ამ იმას რა ქვია თემას. იქაც იგივე სიტუაცია. შემდეგ იმაში რა ქვია ალბანეთი, სერბეთი, ინდოეთში. ხო, მაგრამ ალბანეთზე ვაბრუნდები. 3000 კაცი უჩივის. 3000 კაცი თანასისხლად დასდროს და იქ დურუსის სპორტთან დაკავშირებით, საშინელი რაღაცები მოხდა. შემდეგ ინდოეთში 2100 კაცია მომჩევანი. კი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რატო არ ინება კეთილი და რატო არ შეამოწმა, ვინ არის ეს ინვესტორი? თუ თქვათ მაგალითად ბატონი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი გოგობაძე პირდაპირ ენდო ვინმე მარიამ ქრუიშვილს და ვინმე ირაკლი ნადარიშვილს, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს წარმოადგენენ დღეს. რატო არ დაინტერესდით ბატონებო? რა უნდა ამას ელემენტარული ჟურნალისტური გამოძიება, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უამრავი კითხვის ნიშანია გაჩენილი ამ პიროვნების მიმართ. მას არა პირობები არსად შესრულებული და ასე შემდეგ. თქვენ ხო უნდა დაინტერესებული ყავით. ქართული სუსი ხო უნდა დაინტერესებული ყო ამით. იქნებ და ჩვენ ვწდებით, კაცო, დაგვამშვიდეთ, გითხარით, ტყუილი, არ არის ტყუილი სამწუხაროდ. მე მაქვს პუბლიკაციები ამორინტერებულიც. თავის სათაურებით, თავის ევროპის მედია დუხს ამასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელებს, კაი, ჩვენ შეგვიძლია სოციალური ქსელებს ვენდოთ, არ ვენდოთ, ფეიკია, იქაც, აქაც, ყველგან, ბევრგან, მაგრამ როცა წყაროებია მითითებული, როცა თვითონ მოჰამად აღიარებს, რომ ვთქვათ, იქ დატოვა, ვთქვათ, სერბეთში ეს პროექტი და გამოითიშა ყველაფერს, რა გარანტიებია ქართულ მხარეს? ეხლა ყველაზე მთავარი რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიდარდოთ. რას შეადგენს ეს 33%? მე თავარი შეკითხვა ჩვენი, რისგან შედგება ეს 33%? აი წარმოვიდგინეთ, ხა მე და თქვენ ვქნით კომპანიას. თქვენ გაქვთ ფული, როგორც მიმტკიცებთ, მე მაქვს მიწა. ჩემი ეზოკარის მიწა, ვთქვათ, ხო? ნუ სახელმწიფოს მიწა არის ჩვენი საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მიწა, ხო? მე ჩავდე ეს ყველაფერი თქვენ პირდებით. აშენებას, დამშვენებას და რაღაცას შევგარეთ პირობა, შევქმნით კომპანია. კი, მაგრამ ამ კომპანიაში ეს პირობები რაც არის გათვალისწინებული, მე და თქვენ ხო უნდა მოვაწეროთ ხელი ამას ყველაფერს. თქვენი და ჩემი ოჯახის წევრები ხო უნდა გაეცნო ამას ყველაფერს. რა თქმა უნდა. ისინი წინამდეგი არიან, არ არიან, მარტო ერთპიროვნულად დატო განსაზღვრავთ. რა უფლებაა გინდათ ბიძინა ივანიშვილს, გინდათ პრემიერ-მინისტრს, გინდათ აქვე ამას ეკონომიკის მინისტრს, საქართველოს სისხლით გაპოხილი მიწის ბედი გადაწყვეტოს, მით არ არის მხოლოდ ეკონომიკურ წარებრუნვაში მოსაქცევი რესურსი. მიწა არის გენეტიკურად შენარჩუნებული ჩვენი და ამ მიწისთვის უამრავი სისხლია დაღურული და მით უმეტეს კრწანის ის ტერიტორიას. ჩვენ ხო ვიცით ისაც არის. თან იმ დროს სად არიან თქვათ ხელისუფლების მხარდამჭერი ისტორიკოსები, მე ხა გაყიდული ისტორიკოსებს არ მიმართავ აქედან, რაც ცივი წყალი დალიოს ყველა რაღაცა ვიღაცები მეგონა და გადავირიე უკვე რასაც უყურებ. კი, მაგრამ თქვენ ხო არ უარყოფთ ბატონებო, რომ არაბეთის თქვათ ხალიფატი 386 წელი ბატონობდა თბილისში. 386 წელი, ხო? მერე დიდი დავითის დახმარებით იქნა გაძევებული აქედან და 386 წლიანი, თითქმის 400 წლიანი, 4 საუკუნოვანი ბატონობის შემდეგ ისინი დღესაც თავიანთი სახალიფატოს ჩრდილოეთ პროვინციად მოიაზრებენ თბილისს. ამასინად გამოვიდა
ბატონი გურამ ქართულიშვილი ჩაწერა მან მიმართვა და გააკეთა მე გულგასერი მოუღურა ისინი დღესაც აღიარებენ ამას და დღესაც იმ იდეოლოგიით არიან გასვლილები და შემოდიან აქ აი ბატონო გიგო ეგ ძალიან სერიოზული განაცხადი ძალიან სერიოზული განაცხადი ვიცი მე რასაც ვლაპარაკობ კაცო მე კი არ ვლაპარაკობ ამას არის ეს არაბოწყაროებში მითითებული პეიზაჟი რა თქმა უნდა საშიში ანუ ისინი იგივე ჩვენს მიწას თქვა ამ ტერიტორიას ხო თქვა და მთაწმინდას იმათვისაც წმინდანთა ეს ისინი თვლიან რომ დროებით წაგვართვეს ეს წაართვეს მათ და შენ ამ დროს ფულით უძღვები ამ ხალხს აქ შემოგყავს რა გარანტია გაქვს რომ იქ ვერც ერთმა ქართველმა ვერ იყიდოს ბინა ან რომც იყიდოს რა უნდა გააკეთოს რა უნდა გააკეთოს ვინმე არა ძალიან საგანმანათლებლო ცენტრი რას ნიშნავს ქართველი ვერ შეძლებს რომ იყიდეს რა თქმა უნდა ესეთი ვერ შეძლებს მე ვარ რა აუცილებლობა თქვენ აუცილებლობა თუ არ იცით ინვესტიციები როგორ უნდა მოიზიდოთ მე ხა დღეს თქვენთან გადაცემაში ბოდიშიც მოგიხადეთ ამაზე რამდენიმე წუთი გამაგვიანთ მე დღეს ვიყავი ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქ ერთი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის არა ქართულის მაგრამ საქართველოზე აი უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი ჯოხარ დუდაევის თანაშემწის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ექსპერიმენტს დავესწარი საგამომგონებლო ექსპერიმენტს ნუ აი მთელი ტექნიკური უნივერსიტეტის რა ქვია მას ჯავახიშვილის უნივერსიტეტის და სხვა გონიერი საზოგადოების წევრები არიან აღფრთოვანებულები ეცით ისეთი ინოვაცია მილიონებს და კი არა მილიარდებს და არა 6.6 მილიარდს შეიძლება 66.6 მილიარდი ხა 3-6 გამონდეს უდათ არ გამიგოდეს უცებ მაგრამ რამდენიმე ათეული მილიარდი შემომტანი იქნება და უპირატესობა იქნება ქართულ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ეს კაცი იძახის სოფლიოზე რამდენიმე ათეულ ქვეყანაში აქვს რა ქვია პატენტი და ერთი გამორჩეული პატენტია ქართული მე საქართველოში მინდა ეს გავაკეთო ბიჭო შედალოცულობ და 220-დან 250 მილიონი საჭირო არის იმისთვის საჭირო რომ აქ წარმოშობა უფრო იაფადაც გაიმართოს ეს წარმოება და მსოფლიოს ავტოინდუსტრია შეიცვალოს უამრავი ადამიანი ახლა გუშინ და გუშინწინ მაგალითად საქართველოში ისეთი ჯანღი იყო ჩამოწოლილი რომ მეტი არ შეიძლება აგერ კახეში ცხოვრობს გამოგონებელი სასწაული რაღაცა როგორ უნდა ჩახსნას ეს ჯანღი რომელიც უამრავ მსოფლიოს უამრავი ქვეყნის უამრავ მეგაპოლის აწუხებს და მის მოსახლეობას აწუხებს უბრალოდ სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში და ამ დროს კაციშვილი ეკოლოგიური დასკვნა გაცემული არ არის დემოგრაფიული ანალიზი და საფრთხეები გაანალიზებული არ არის ეკონომიკური ეფექტი გახსნილი არ არის გეოლოგებიც ხო უნდა იყოს ჩართულები გეოლოგები ჩართულები არ არიან და ბოლომდე არ ამბობენ რა ხდება რა საშიშრობა დემოგრაფებს მოусმინა ვინმე სხვებს მოусმინა ვინმე ამ ბოლო მე და თქვენ რო შევთანხმდით იმ წარმოებაზე, აი ვთქვათ ვერ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, ვის რჩება ის მიწა? რას ნიშნავს ეს 67% რა? რა ხდება, სად არის ეს 67%? მას განკარგვის უფლება თქვა ჩაიშალა პროექტი. ხო არის ალბათობა იმისი, რომ ვერ განხორციელდა ეს პროექტი, იმიტომ რომ ქართული საზოგადოებრივი აზრი კატეგორიულად მოიმართა ნეგატიურად. ქართულ ხალხს აქვს გენეტიკური შიში და მე გთხოვ თქვენ ამას გაუწიეთ ანგარიშს. თორე გადაყვებით ამას. და ამ შემთხვევაში არც პრემიერი და არც ეკონომიკის მინისტრი არ იქნება დარტყმის ობიექტი. დარტყმის ობიექტი იქნება ექსოლოგში განთავსებული შუშებიანი სასახლის პატრონი. ვინ მოგცა თქვენ უფლება ბატონებო? ქართული მიწების ბედი განსაზღვროთ. თუ უკეთესის მოფიქრება არ შეგიძლიათ ამ მიწაზე რა შეიძლება გაკეთდეს? მაშინ დაეკითხეთ ხალხს, საზოგადოებას. რატო გონიათ რომ თქვენს დაკრუზე უნდა, რა ქვია, იტრიალოს საქართველოს და საქართველოს ისტორია? ვინ გაძლევთ თქვენ ამის უფლებას? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ნახეთ რა. დიახ. ნუ არ მინდოდა ახლა ეს მეთქვა, მაგრამ ნუ იძულებული ვარ თქვა. 92 წლის სისხლიანი გადატრიალების 11 დეკემბრისა და 12 წლის სისხლიანი გადატრიალების დროს ჩვენ პრემიერ კობახიძის ოჯახის წევრი გვიმტკიცებდა რომ აი აშენდებოდა ზვიადგამსახურდიას თუ გააგდებდნენ საქართველოს და აშენდებოდა საქართველოს აშენდა დავშენდით? არა, ეხა პოლარიზებული ვართ ბატონო გიგლა სასტიკად პოლარიზებული ვარ. ესე იგი 33 წელია უსმენთ საქართველოში ამ წვალებადი ხელისუფლება 9 წელი შევარდნაძის ტყუილებს უსმინეთ. ის არა გუგაცავად 92-დან 2011 წელი 9 წელი სააკაშვილის აბდაუდას 13 წელია თქვენ შემოყურებთ. არც ერთი არ ხართ არაფრის გამკეთებელი. თქვენ
აი კარგი ცოცხით უნდა გაგცოცხოთ და გაგრეკოთ ქართულმა ხალხმა აქედან რა შეეშვით ქართულ მიწებს ქართული მიწა არ იყიდება ან დაეთათ კეთილინება და დაეთათბირეთ ხალხს დაეთათბირეთ და აუხსენით და გაუხსენით ყველაფერი მე მგონი ჯობია რომ გამჭვირვალე გახარ რა თქმა უნდა აი ამასე ეხლა თქვენთან რომ მოვდიოდი ვინმე ბერიკელაშვილი ხო ბერიკელაშვილი საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. მის ინტერვიუ ვნახე და ბატონი ბერიკელაშვილი აცხადებს, რომ შარშანდელ ერთ-ერთ იმაში პუბლიკაციაში რომ ძალიან კარგი საქმეაო, გამჭვირვალეობა და მოიწონებს ამ გამჭვირვალობას. კი მაგრამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე რო ბრძანდებით ბატონი ჩემო დაუძახით რომელიმე ეკონომისტს, ვინც ცოტა სხვაგვარად აზროვნება. თუ თქვენ გონია, თუ თქვენს ზეტრიალებს ეკონომიკური, ასე ვთქვათ, განვითარება საქართველოში. ვინმეს კითხეთ, აქ ვთქვათ, რა რესურსების მოზიდვა შეიძლება, რა არის სახიფათო, რა არის არასახიფათო. მე ვხედავ, რომ პრემიერი დადის უკვე იკადრეს და დადიან იმებში, რა ქვია, ტელევიზიებში. მოვიდა თქვენს ტელევიზიაში ვინმე? მოვიდა ქართულთა გაერთიანებაში ვინმე? არ შემოგთავაზეთ? მოგწამდით ერთი დაგისვათ აქეთ ეკონომისტებს დავზადით თქვენ ბატონო ბერიკელაშვილი გაგიჭირდა პარლამენტში იქ პიარში ეხლა რომ საკუთარი ისინი ყავთ დაკალოჩკები და ძმაკაცები და ასე შემდეგ დავანებოთ პიარის გარტყმაში რო არიან ვინმე არ გირჩიათ მაინც რომ დაუძახოთ ორად გახლეჩი ქართულ საზოგადოებას ეკონომიკურ საზოგადოებას, იურისტთა საზოგადოებას, დემოგრაფთა საზოგადოებას. რა ბიჭი, თქვენ მინ გეკითხებათ ამას. დაუძახეთ ამას პარლამენტის კომიტეტმა კეთილი ინებოს და გააკეთოს რა ქვია, ფართო მასშტაბიანი განხილვა. იყოს ეს პირდაპირ ეთერში, რას მეკითხებს ჩემი საზოგადოების მაუწყებელი. დასვამს პრემიერ ცალკე და კაციშვილი არის და იქ გვესმის კარში თამაში მხოლოდ. რატო? ბატონო გიგლაი რა? ჩვენ რა შეკითხვებს ვერ დავსვამთ. მე ჩემს სტავს არ გულისხმობ ამის მე ჟურნალისტი ვარ და შეკითხვები უნდა დავსვა. მაგრამ ის მინი გამოძიება რომ გავაკეთე, ამაზე ვინმე გამცა პასუხი? და ამ დროს გამოდიხარ და მიწოდეთ. მე ვტყვი ვარ კაცო. გეუბნებით ეს მოხამედ ალაბარი არის ჩვეულებრივ იმ პუბლიკაციების მიხედვით თაღლითის 3 ქვეყანაში. ალბანეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ინსტიტუტი კი ნაღამ გადაიყოლა, უზარმაზარი სკანდალები ატეხილი. ეხლა ნუ არ დაიწყოთ ამ მტკიცება, რომ არ ყოფილა ეგეთი რაღაცა. არ არის შესრულებული პროექტი არც ერთ ქვეყანაში. ზუსტად იგივე მე ამოვკრე ფემიდან ინტერნეტში ვციდა. ვარგონიათ ალბანეთის ხელისუფლებასთან დადებული მემორანდუმი სერბეთთან დადებული მემორანდუმი და ინდოეთთან დადებული მემორანდუმი. ერთმანეთზე წყალი გაჭრილი წყალების წყლის წოთივით გავს ერთმანეთს, გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს. ბატონო გიგო, რატო გჭირს აი ეს? რატო გჭირს და რატო გჭირს? შეიძლება რომ გავერთიანდეთ და რაღაცა. კი ბატონო, უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ ჯერ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას. ჩვენ ვინმეს მოვთხოვეთ ამ 33 წლის მანძილზე პასუხი რამეზე? ხო და აი ესეც გაიყიდა ინვესტიციაო, გაიყიდა რუსებზე მთელი ენერგოსისტემა, ვინ გაყიდა? ნაცებმა გაყიდა, სააკაშვილმა გაყიდა. ყველა ჰესი დაახლოებით 15-17 ჰესი არის გასხვისებული იმაზე, რა ქვია, რუსებზე. და ამ დროს ვითომ რუსები არ უნდა და ებრძვიან. რუსეთთან დასალაგებელი როა ურთიერთობა, ამას ვერ ხვდებით. მთელი მსოფლიოს ვერაფერს ვერ უკეთებ. დალაგდეს უნდა და ის ფაქტორი იქ რა ქვია თურქეთი და უბრალოდ შემაშფოთებელი სიგნალები რომ მოდის იგივე თურქეთიდან რა ქნა ერდოღანმა 160 თუ 170,000 თურქ მესხეთელს ასიზახიან მაგათ და თურქის ასისკები ახისკებს მისა მოქალაქეობა და რა ქვია იმას თურქი მესხის რა ქვია სტატუსით რომელიც ევროკავშირის თქვენ ხო დაეთანხმეთ რომელიც ხელისუფლება მოუწერა ხელი რომ თურქი მესხების დაბრუნებაზე თანხმობა თურქი მესხების დაბრუნებაზე თურქეთი ჩალიჩობდა ჯერ კიდევ 1990 წელს და მე უშუალოდ ვარ მონაწილე და უშუალოდ ვარ შეხვედრილი აზერბაიჯანის წითელი ხიდის საზღვართან ერთ-ერთ აზერბაიჯანურ რეგიონში რამდენიმე სოფელში თურქი მესხები რო იყვნენ ჩამოსულები და საშინელებები მოისმინე ეგ და მაშინ ვერ გაუვიდნენ ნუ ხალხი იდგა თქვენ გადარიოდ გინდათ ქართული ხალხი რა გინდათ ბოლო გითხარით რა გამჭვირვალე გახადეთ ყველაფერი ასევე ამტკიცებდით რომ გახარია
ეს არის რა ქვია სუპერ მენეჯერი და მართველი გოგაშვილზე გვიმტკიცებდით რომ ყაყასაბი იმიდან მოიყვანეს რა ქვია გურჯაანი საიდანღაც უბიოგრაფიო კაცი და ეს უბიოგრაფიო ადამიანებით ყავთ გავსებული პარლამენტის წევრობით იწყებენ იმას რა ქვია მოღვაწეებს რომ ის ეგნახს ხნიან რა პრაქტიკულად წერა კითხვა ამათ არ იციან სხდომების აყვანა ამათ არ იციან ფულის მოხალვა კარგად იციან მე გამოვარდება ვიღაცა და იტყვის რომ აი შეგვეშალა ის დამნაშავე იყო იმან ეს ამდენი მილიონი მოუყარ პასუხისმგებლობა სად არის საბჭოთა პერიოდში ბოდიშოქ ეს უნდა ვთქვა საბჭოთა პერიოდში მე მახსოვს კარგად სოფლის სკოლაში პედაგოგი რაღაცას დააშავებდა ან ბავშვი თქვა უფროსკლასელი რაღაცას გააკეთებდა ესე სკოლის დირექტორის მასწავლებლებს საკითხი გებოდა კაცო აქ რა უბედურება ვინ ახარ თქვენ ვინ ახარ მართვის რა სტილი ეს რა უბედურება ვერ გავიგე რა არაფერს არ მეკითხები ჩემს ქვეყანაში მიყიდი მიწას ისე რომ მე მიმტკიცებ რომ აქ რაღაცა რო არ გამოვიდეს 0.01% ხო არის ამის ალბათობა და მით უმეტეს გიდასტურებთ აგერ გაყიდული მიწები შემოფარგლული სოფლები რა სარგებელს აძლევენ ისინი საქართველოს ეკონომიკას ერთი ამიხსნას ვიღაცა თელავის რაიონის სოფელ საღრაშენში მეთქი აქვე ამას ჯუღანში თქვა რომ ჩასახლდა ეს ამდენი ისა რა სარგებლობა მოუტანა თელავის ბიუჯეტს საქართველოს ბიუჯეტს რას მოგვიტანს ან რომ მოგვიტანს დიდი გათვლა არის რომ ეკონომიკას არაფერი ეკონომიკაზე გათვლა თუ გინდათ 21 საუკუნეში ეკონომიკა ვითარდება ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური კაპიტალი ეგრეთ წოდებული რეალურად ინტელექტუალურ კაპიტალზე დაყრდნობა და ინტელექტუალური კაპიტალი საქართველოს მოსახლეობაში ჯერ კიდევ იმდენად მაღალია რომ არ დაესიზმრებათ ამ ერთად აღებულ აზიურ სახელმწიფოს იმ 17 სახელმწიფოს ერთად აღებულს მე ვიცი ზუსტად რასაც ვლაპარაკობს ვისაც გეეჭობა დამიძახით სადაც გინდათ ეგ პირდაპირ ეთერებში და ასე შემდეგ ეხლა ნახეთ მედია რას აკეთებს მედია რას აკეთებს მედია მოსყიდული ყავთ თავიდან ბოლომდე და აფინანსებენ მხოლოდ იმისთვის რომ ეს ცალფა აზრები მოისმინოს ვიღაცამ რა მე მოგმართავთ თხოვნით ქართულ დიდგაერთიანებაში გვაქვს რაღაცა პატარა ტელესტუდიის საშუალება მომზადდით ბატონო ბერიკაშვილსაც ვთხოვ ნებისმიერ ოპონენტს ვთქვათ იქ ვინც აპრავებს ასე ვთქვათ ბჭყალებში ვამბობ ამას ვინც ათეთრებს ვინც უწონებს ინვესტიციას დავიდგეთ და ვილაპარაკოთ რა თავხედობა ეს გამოდის ზოგიერთი ოპონენტი თქვა და იძახის რომ მადლობა ღმერთსო იმ ხარესო არ დგანან ისეთები რომლებიც აზროვნებენო აბერტი კარგად დამენახეთ რა კარგად დამენახეთ და მე დაგისვამ შეკითხვას და დამიშვით მე და მიპასუხეთ მე რომელსა გაქვთ ნანახი ხელშეკრულება ასე ქვია კომერციული საიდუმლოება რა ქვია კომერციული საიდუმლოება საიდან მოვიდა ეს კომერციული საიდუმლოება თან იძახი რომ აქვეა იმათი მოთხოვნით არის ეს გაკეთებული. ზუსტად იგივე მოხდა ალბანეთშიც, სერბეთშიც და ინდოეთშიც. და აგერ აქვს შედეგი. მე ხო არ ვიგონებ ამას. დიახ, და ბატონო გიგლაი თქვენი ეს დიდი გაერთიანება ქართული და თქვენ რას აპირებთ? ჩვენ რა? აი ამასთან დაკავშირებით რამეს თუ აპირებთ? რა თქმა უნდა ვაპირებთ, ჩვენ გავაკეთეთ და უკვე ზოგადი განცხადება და ხვალხოშაბათი ვაპირებთ ოფიციალური განცხადების გაკეთებას და გავაკეთეთ გიზ და ჩვენი პოზიცია სოციალური ქსელებიდან ისედაც ყველა მიცეს ჩვენ ვუერთდებით ორივე მიტინგს რომელიც ოფიციალურად არის დაანონსებული ჩვენ იქ მივდივართ იმის გამო რომ ჩვენი ორგანიზაცია საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის ზეპარტიული საქმე ეხება ქართულ მიწებს მის დაცვას შეკითხვების დასმას პასუხის მოთხოვნას და საჭიროების შემთხვევაში მოგცევთ ისე როგორ იქნება ოპონენტების პასუხი ეს გინდა ხელისუფლება ჩათვალოთ გინდა ნებისმიერი სხვა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავჯდეთ და გავარკვიოთ რა გინდათ ამ ქვეყნისგან განვითარება გინდა დაგვარწმუნეთ ბატონო და მოყვებით მაგრამ ხო ხედავთ რომ ვერაფერს ვერ არ ვითარებ დემოგრაფია უკან წავიდა რეგიონალურად ვერ ვითარდებით ჩვენ ბატონო ვერ ვითარდებით რეგიონში აი გლავები არიან შემოსეული ასე ვთქვათ ქართულ მიწას როგორ უტევენ და ქართულ ეკონომიკას და აქ ჩასახლება და აქ იმას ოცნებაც უსრულებთ ქართულს კი არა არაბულ ოცნებას ასრულებთ თქვენ ამეთე მე თუ მკითხავს კაცი მაგრამ დაგვარწმუნეთ და მოვდივართ მე ასე ერთი კაცის შუაზე რატო უნდა იყოს მთელი ამხელა ცივილიზაციის და კულტურის მატარებელი არის დამოკიდებული სისხლით გაპოხილ მიწას ცოტა სხვა ენერგეტიკა აქვს მე ძალიან კარგად ვიცი პარაფსიქოლოგიაში როგორ არის და ეზოთერიკაში თუ უბრალოდ მიკვირს ამ ხო
დღეს ძალიან გამიხარდა მან რა ქვია მესტიაზე მოსვანეთის ეპარქიამ გააკეთა ძალიან კარგი განცხადება. მიწა არ არის მხოლოდ ეკონომიკური რესურსი. და გამოიღეთ ყურებიდან ბამბა მიუმართავ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, მიუმართავ პარლამენტს, მის ელიტას, ასე ვთქვათ. ერთი შეკითხვა რო არ გაჩენია, გუშინ სამარცხინო რაღაცას უყურე, გუშინ იყო თუ გუშინ წინ, როცა იყო პრემიერის გამოსვლა. არ ვიცი ბატონო გიგო, მე მგონი მაინც რაღაცა მოხდება ისე რომ გამჭვირვალეს გახდიან რაღაც და იქნება დაგვარწმუნო რომ არც ისეთი საშიში არ არის ან თუ ის არის ყოველ საშიშია სამწუხაროდ და იმიტომ ვარ ჩემთან ფეხზე შემდგარი ცეზე შემდგარი მასშტაბი უკვე ნახეთ რუსებზე მიყიდვა არ გაუპროტესტეთ არაბებზე მიყიდვა არ გაუპროტესტეთ ცალკეული სოფელი არ გაუპროტესტეთ ანუ ტესტავენ და უცებ დიდი კუშით ჩამოვიდნენ მიხვდით ეს ისეთი ახლა ვიღაცამ ოპონენტმა რო წკიპურთი მოგარტყა ტერმა თქვა წკიპურთი მოგარტყას ნუ არ მეაქცე ყურადღება გაუტარო ახლა წვერფეში თუ გლიჯავს მე ახლა პასუხი უნდა დავაბრუნო მაგას მეორე ყარ უნდა მიუშვირო კაცო ისტორიული ტრადიციული მტერი მოდის პრაქტიკულად შემოდის რეგიონებზე ხო რა თქმა უნდა ერთ ლოკალურზე ერთ ანკლავს ქმნის და ეს ანკლავი მე სად გაგვიყვან მე ვის მოვთხოვე პასუხი დაახევს ივანიშვილი წავასადმე დაახევს კობახიძე წავასადმე ქრივიშვილი ისედაც გაძეძგილე ჯერ საერთოდ საიდან მოიყვანეთ ეს ქრივიშვილი ამხელა ბიზნესები და ამხელა რა ქვია მაგას აი ტურიზმი მე ინტერესთა შეუთავსებლობის მომენტი არ გაწუხებთ ტურიზმის სფეროშია ქალს მილიონები ნაშრომი და თქვენ მოიყვანეს სწორედ ეკონომიკაში ყველაზე პარაზიტული ეკონომიკის მიმართულების სპეციალისტი და ამუშავებთ საქართველოს ეკონომიკაში რა გაყიდვაზე მუშაობ მე მახსოვს ბატონი ვაჟა ოთარაშვილის წვრილი კაცო ჩემს სასამართლოზეო არაბებს იცავდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ნუ აი ხო ბალდელები რა დღეში არიან ვენეცუელა მაგად დგომას ქართველთა თუ მომცემთ უფლებას აქედან ვეთქვი რომ ქართველთა დიდი გაერთიანება დგას თქვენს გვერდით ბალდელებო და ეს ეკონომიკის მინისტრი ჩააბძანდას იქ ეხლა არ მინდა ვიკადროთ თორე ესენი კი არიან ამის ღირსი ჩაეტრიოს იქ და პასუხი გასცეს იმ სოფელს ჩვენ მალე დაუდგებით ყველა ერთიანად რა შეჭამეთ ეს ქვეყანა ვერ გავიგე რა მე აიღეთ იმ წესიერი ევროპის წესიერი ქვეყნებიდან მაგალითი სადაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსთან შეუთანხმებლად ცენტრი ვერაფერს ვერ აკეთებს. ეს არ არის თქვენთვის დემოკრატია? ხო მიისწრაფით ღირსებით ევროპისკენ. ხო ევროპისკენ. რო კითხვა მათ რა. ევროპისკენ კი არა. 30 წლამდე არც ფართოვდება, არავინ არ გვეპატიჟება და ასე რომ არა, ძალიან ხან ახლა რა ხდება თავიდან საერთოდ არ ქმნიან პასუხის და არ ჩვენ და არც ოპოზიციონერებს. მაგრამ ნახეთ ახლა უკვე რომ საზოგადოებრივი აზრი შეიმართა და აიყალყა. აქ წესიერი განმარტების გარშე თქვენ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. ხო არა, განმარტებას ვერაფერს ვერ მიაღწევთ. კეთილი ინებეთ და დაუჯექით ყველგან. ბატონო კობახიძე, მოგზანდეთ ქართულთა დიდ გაერთიანებაში იმ ჩვენს წირეთ, დაგვიჯექით იქ ჩვენ და გაძლევთ გარანტიას არავითარი შევაწყობელის არ იქნება ის არა იქ ეხა პარლამენტის წევრებს რომ იმისი გაყურსული ცხოვრებებით რო გასხენ ერთი შეკითხვა არ დაუშვი არც ერთს იმიტომ ყველას თავის ადარდებელია ერთი ისე კი მაინტერესებს ვინ იყო ეს ერთი წინააღმდეგი იქ რო არ დაუჭირა ამათ ხარი და არ ისე მაგრამ არ დასმულა შეკითხვები საერთოდ ჩვენ დაგისვენთ კონკრეტულ შეკითხვებს რა თქმა უნდა თქვენ უნდა კეთილი ინებოთ ასე ქვია მახსოვს ის ჩემთვის როგორც ქართველისთვის იყო შეურაცხყოფელი ის კადრები როცა ეს ამათ უმასპინძლებს ესე არაბების დელეგაციას ლამის იყო ნუ რა ვიცი მე ხელზე ამთხვიდნენ და მთლიან ნუ რა იყო ახლა ეს მითხარით რა ფულის ხამებო რა იყო ეს რა იყო რაღაცა არ გაგაჩნიათ კაცო ჩვენ ვინმეზე ნაკლები ცივილიზაცია ვართ ვინმეზე ნაკლებად შევინარჩუნეთ თავი ყველა იმპერია შეელეცა საქართველოს აი ხა დავაკვირდეთ ბატონო გიგო როგორ წავა მოვლენები მე მგონი რომ მივალთ რაღაც საღაზრამდე და ესეთი არა ეგრე მივლენ აქამდე ხალხის მასა რო გამოიყენა ქუჩაში მე თქვენი მხარდაჭერი ვიყავი თავის 2000 ნანო ეხლა იმ დღეს როგორ ბედავთ მე ერთ რიგით ამომრჩეველს როგორ მიბედავთ იმას არაფერს არ მეუბნები და ჩემს სახლში მოყავს ვიღაცა თქვენი აშენებული ეკონომიკა არ გაიქცა არსად ძალიან კარგადაც იცით რაც გჭირთ ვითომ მთლიანი შიდა პროდუქცია რო გაიზარდა და ხალხის კეთილდღეობაზე რო არა ისახე ძალიან კარგად გაწუხებთ. ნახეთ ჩემს გადაცემებში დიდ გარღვევაში პროფესორ ნასკი და დარბოაშვილის კომენტარი და მიხვდებით რომ ეკონომიკის კომიტეტები და ეკონომიკის სამინისტრო
ამათ კი არ უნდა ჩააბაროთ, აი იანკებთან გამოზრდილ ვიღაცა სტუდენტებს და იმებს, რა ქვია, არასწორი ეკონომიკის მცოდნეებს, ქართველოვიჩებს, ბალცეროვიჩებს დაანებეთ თავი ძებნას ამ უცხოელი მოღალატეების, ქართველოვიჩებს და აი ესეთ ხალხს უნდა დაუდგეთ გვერდით და დაიყენოთ და ისინი აგიხსნიან ძალიან კარგად ყველაფერს. საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, ქართველი საქართველოს გულშეძრული და გულშეღონებული მისი პერსპექტივით დააუძახეთ ამ ხალხს და მოусმინეთ, კეთილი ინებეთ. აი ხო ძლივს აგერ მე რამდენი წელი ხა კალაძე ყავს აქ და ძლივს გამოჩნდა პიონერი, რომელმაც გადაწყვიტა რომ კვირაში 2 საათი მოქალაქეთა მიღების ის გააკეთოს. რაიკომის მდივანი არ არსებობდა, მინისტრი არ არსებობდა, ცეკას მდივანი არ არსებობდა საბჭოთა პერიოდში, ვისაც ყოველ ორშაბათს თქვა საღამოს 5 საათიდან ხანდახან შუაღამამდე ხალხი არ მიიღო. ბატონო გიგლა ეგ სისტემა. ესაა თქვენი დემოკრატია? არ მოწონდათ ეგ სისტემა და არ მოწონდათ, კი. ვანძღავენ დღემდე სანთელი დავამთავრეთ იმ სისტემა სოციალური დაცვის თვალსაზრისით. ერთადერთი იდეოლოგიაში, თუმცა თქვენმა ამ იმან რა ქვია, ნეოლიბერალურმა ფაშიზმმა ხო შემოაღწია ყველგან? კი. ხო შემოაღწია ყველგან, კაცო. და ხო ვნახეთ მისი შედეგები. მე მგონი მაინც ყველაფერი სასიკეთო და ქართველი ხალხის სასიკეთო დამთავრდება ბატონო გიგლა. ყველაფერი და მერთმაქნას მეც მაგის იმედი მაქვს. გამოფხიზლდით დროზე ჩვენ არავის მტერი არა ვარ და არავის არ ვეკაჩავებით ბოდიში ამ ჟარგონისთვის. გახსნილად მითხარით პასუხი. მასაგონდიკიცებდი და ხარხარებდით, როცა ერთი მინისტრი, მეორე მინისტრი, ყველა მოღალატე აღმოჩნდა, ყველა კორუფციონერული აღმოჩნდა. მე პასუხისმგებლობა სად არის, კაცო? სად არის პასუხისმგებლობა? ვერ გავიგე. მე მგონი მაინც ყველაფერი კარგად იქნება ქართველი ხალხის სასიკეთო დამთავრდება ბატონო გიგლა და მოკლედ გემშვიდობებით ჩემო კარგებო დიდი მადლობა იყო ჩემი სტუმარი კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე მადლობა მომავალ შეხვედრამდე პოლიტიკური არეალი თათია მაჩაიძესთან ერთად.